2004 წლის 18 თებერვალი იყო, მივედით დილას სამსახურში და რაც ხედავთ, ტელეკომპანია იბერიის შენობაში შესული არის სპეცდანიშნულების რაზმი. ჩვენ შენობაში არავინ არ გვიშვებს, შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი ომეგას ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია იბერია ჩუბიდაშვილის ქუჩის 41 ნომერი მითითებული, აი ამ ჭრეკაში არსად არ იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფორმალური საკეც არ დაიცვეს და ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია იბერიაში. ამის შემდეგ უკვე დაახლოებით რამდენიმე საათში, 3-4 საათში ტელეკომპანია იბერიას შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა ომეგას ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანი ჯარები. 2-3 თვეში კონკრეტული რიცხვი აღარ მახსოვს, გამოგვიცხადეს არქის დამფუძნებლებმა, რომ ტელეკომპანია იბერია ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას და ტელეკომპანია დაიხურა. უნიკალურია, არც დღეს არ არის ყველაფერი, მაგრამ რაღაცეები არის, რომლის შედარებაც არ შეიძლება და წარმოუდგენელი. ახლა სპეცდანიშნულების რაზმის ტელევიზიაში შესვლა, რა დემოკრატიაზე უნდა ვილაპარაკოთ და რა სიტყვის თავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ტელევიზიაში სპეცრაზმი გიბომბარდება და ეს მარტო იბერია ხო არ იყო, შემდეგ უფრო მძიმე ფორმით მოხდა, იმედში შევარდა, ხო?